კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი წარუდგინა. პრეზიდენტმა რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, დატოვა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გააკეთა. ბრიფინგს ესწრებოდა სოფო ბერიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ქართული ოცნების უყოფილმა თავმჯდომარემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირნათლად მოიხადა ვალი ქვეყნის ხალხის და პარტიის წინაშე. ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. მან ბუნებრივია ამ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და თქვა ის, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ლიდერობით ქართულმა ოცნებამ ქვეყანას უდიდესი საფრთხეები ააცილა და მოუტანა განვითარება ყველა მიმართულებით. სწორედ ამ ფონზე მას მიაჩნია, რომ პოლიტიკაში დაბრუნებისას მასზე დაკისრებული მისია მან ამოწურა და ახლა ცხოვრებაში სხვა ეტაპის დრო აქვს. ღარიბაშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გააგრძელებს. ბუნებრივია ამ განცხადებამ გააჩინა კითხვები, რომელი არის ეს სხვა პოზიცია და განიხილავს თუ არა მომავალში კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას. ჩვენს კითხვებზე პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არაფერს გამორიცხავს და სად გააგრძელებს საქმიანობას, ამას საზოგადოება თავად შეიტყობს. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მე წილად მოხდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძლე და მოახერხე. უფლის შეწევნითა და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ასევე ჩვენი პარტიის წინაშე. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადეული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. და ბუნებრივია ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. დამაუდროულად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებელის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. რაც შეეხება ჩემს მოვალ საქმიანობას, ამას დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს, მაგრამ ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნება სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავ თუ არა თუ არსებობს ალბათობი, რომ მე კიდევ დაბრუნდი პოლიტიკაში, გამორიცხული არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა როგორც მე ჩამოვაყალიბე და გითხარით, ჩემი
ამჟამინდელი, ასე ვთქვათ, თავარი мотиваცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და ასე ვთქვათ, დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. პოლიტიკიდან ღარიბაშვილის წასვლის თაობაზე უკვე მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი შეფასება შალვა პაპუაშვილმა მას მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის, აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი საფრთხეები ააცილა ქვეყანას და მათ შორის პაპუაშვილმა ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა COVID პანდემიის ეფექტური მართვისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავხადოთ მას იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია. მე ყველას შევახსენებ, თუ რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში და შეგახსენებთ იმას, რომ მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირ წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემ კაბინეტშიც იყო, იმისთვის, რომ ეეძულებინა საქართველოს, რომ წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ ყველაფერი, რაც ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. ეს წრეხი მოდიოდა მაშინ ყველაზე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობაზე ყველაზე უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც და გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელმა კაცმა პოზიციამ, პირდაპირმა პოზიციამ ამერიკის მათ შორის ელჩის პირისპირ და იქნებოდა თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან იმისთვის, რომ შევსულიყავით ესკალაციაში რუსეთთან, მათ შორის უკრაინა გახსოვთ, მაშინ როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ, პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია ამის გამო, რომ ყველანაირად ასე ვთქვათ, შფოთი შემოეტანა საზოგადოებაში, რომ ეეძულებინა საქართველოს ხელისუფლება წასულიყო ესკალაციაში რუსეთთან, რისი ბოლოც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის როლი ის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობა, მიუხედავად მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირ ზეწოლისა, არის ამ მხრივ გამსაზღვრელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობა იყო გამსაზღვრელი იმისთვის, რომ კოვიდის პერიოდიდან საქართველოს წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია მაშინდელი ყოფილი ელჩის, ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისთვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება. გახსოვთ, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში. ქართული ოცნების წესდების თანახმად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას გენერალური მდივანი კახა კალაძე შეასრულებს, ასევე წესდების თანახმად ახლა უნდა შეიკრიბოს პოლიტიკური საბჭო, ამის შემდეგ უნდა გაიმართოს პარტიული ყრილობა და ყრილობას ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უნდა წარუდგინოს. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი. ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაკუთრებული მისია აქვს ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც პრემიერის თქმით ნიშნავს ქვეყნის თვისებრივად გარდაქმნას. ძალიან ბევრი რამ გაკეთა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამაში რა თქმა უნდა განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენთან დასწრებით ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც გაკეთა მთელი ამ წლების განმავლობაში. მე ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი მინისტრი ბატონი რევაზ სოხაძე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია უკვე მრავალი წლის განმავლობაში, 2017 წლის შემდეგ ის იყო საკრებულოს წევრი, იყო საკრებულოს урბანული კომისიის ხელმძღვანელი, შესაბამისად უშუალო შეხება ჰქონდა იმ საკითხებთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს საქმიანობასთან.
ჩამოყარდა მის მატნერებას იყო სამგორის დეპუტატი და მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა უშუალო აღმასრულებელი ბერგედები, არ წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ლიდერობით, ასე ვთქვათ, უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში, რაც არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონირებას მთელი წლების განმავლობაში ქვეყანას და ემსახურება იმ საქმეს, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული ამ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის დაწყებული. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც არის ბოლომდე მისაყვანე, რომლებიც არის დასაწყები. თითოეული განხორციელებული პროექტი ეს არის კონკრეტული ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების გაუმჯობესებული არამხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ აუცილებლად ახალი შესაძლებლობები, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომ არის ჩვენი გუნდი სწორედ წარმატებული, რომ ეს მიდგომა არის და პროფესიონალიზმი არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც არამხოლოდ განმახორციელებელ გუნდს, არამედ თელ გუნდს გააჩნია და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და თქვენი ხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაგრძელოთ ეს საქმიანობა კიდევ უფრო აქტიურად, ის ამოცანები, რაც არის დასახული, შევასრულოთ ეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მე ამისთვის მზად ვარ, თავი არ დავზოგო ამ მიმართულებით. ჩვენი პრინციპი ყველგან არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სამინისტროში ეს ტრადიცია გაგრძელდება და აუცილებლად ერთად ძალიან ბევრ კარგ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ჯიმ რიშის შერჩევითი მიდგომა. ამერიკელი სენატორი, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა, ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს ეხმიანება და პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება. მმართველი გუნდის შეფასებით, ჯიმ რიშის განცხადებით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სწორია, რადგან რაც ამერიკაში სახელმწიფოებრივია, საქართველოში რუსული ვერ იქნება. ქართული ოცნება ამ კანონებს რომ იღებს, გამჭვირვალობას კი არ ემსახურება, არამედ ემსახურება კონკრეტული ადამიანების რეპრესირებას. ამ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება როცა მოვა და არჩევნები ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, რომ ოპტიმალური კანონი იქნება შესაბამისი გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ვიხილეთ ახლა ტრამპის მორიგი ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტებში თანხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზეც გაგიკვირდებათ და ბატონი ჯიმ რიში გამოვიდა და თქვა, რომ რა თქმა უნდა გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი რა არის დასამალი. და საქართველოში რატო არის დასამალი? როდესაც შენ საქართველოში ხელს უშლი გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რომ შენი ფული სად დაიხარჯოს საქართველოში არ იყოს გამჭვირვალე და საკუთარ ქვეყანაში ამართლებ ამ გამჭვირვალობის პროცესს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ხარ არაკეთილსინდისიერი. ძველი ხალხი იყვნენ რომაელები და მათი გამონათქვამი არაერთხელ გამიმეორებია, ის რაც შეეპირება იუპიტერს, არ შეეპირება ხარს. რა ვქნათ, ასე არის გეოპოლიტიკა აწყობილი. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში ხვის ძირის გამოთხისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ამდენი წელია, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა. აი ამ აქტით, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ შეფასებებით, რომ თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ არასაჯაროებ, ერთ-ერთში იმეორებ ჩვენს მიდგომებს, ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერს წერტილი დაესვა. ახლა ისინი, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილები დატენეს და ისროლეს, ისინი, რომლებმაც მაშხალები დატენეს და ისროლეს, გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით თავისი განმარტებები თქვას და ზოგიერთმა დიპლომატმა თუ უცხომა პოლიტიკოსმა მე მგონი ბოდიშიც უნდა მოუხადოს ქართულ ხალხს, რომ ასეთი ყალბი პროპაგანდა იყო წარმოებული საქართველოს თემაზე. ასეთი განცხადებები, რომლებიცაც ვისმენთ ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარებისგან მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით, რადგან ვიცავდით და ვიღებდით იმ კანონმდებლობას, რომელიც დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რაც როგორც ჩანს არ არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ უცხოელი პოლიტიკოსის ინტერესებში, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ არა მათ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მომავალშიც ნებისმიერი კანონმდებლობა, ნებისმიერი საჭიროება, რომელიც უფრო კარგად დაიცავს. ჩვენ ქვეყანას გარე გავლენებისგან, რა თქმა უნდა, იღებნება მიღებული.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გიორგი ჩუგოშვილი მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ევროპის დღეების ერთ-ერთი სპიკერი იქნება. ეს ის ჩუგოშვილია, რომელიც ქართული ეკონომიკის კოლაფსს პროგნოზირებდა. სწორედ მან შექმნა პლატფორმა Free Business. მმართველი გუნდის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობდნენ. ეკონომიკური კრიზისი იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკა აუცილებლად ჩაითრევს ეკონომიკას კრიზისში, თუ არ მოხდა დეესკალაცია და გუშინ უკვე კონკრეტულ ციფრებში და კონკრეტულ პროგნოზებში ვნახეთ, რამდენად ძიმი არის სამომავლო მოცემულობა. დღეს სამიზნე ჰიბრიდული ტაქტიკებით თავდასხმისა არის ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. ომში ვერ ჩაგვითრიეს, ესკალაცია ვერ შეძლეს, ახლა ცდილობენ რომ დააზიანონ მოსახლეობა, ფიზიკურად ვერ დააზიანეს, ახლა ცდილობენ რომ ეკონომიკურად დააზიანონ მოსახლეობა. ზუსტად ეს ადამიანი გიორგი ისაკაძესთან ერთად დაიწყეს მათ ბიზნესზე თავდასხმის კამპანია, გახსოვთ თქვენ, რომ იყო წნეხი ბიზნესზე, რომ წასულიყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ კი რაიმე არის ბიზნესზე ზეწოლა, ყველაფერი ვნახეთ მათი მხრიდან. და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ როგორი ხალხი უნდათ მოიყვანონ ხელისუფლებაში. ეს ხო იგივე მორალის ხალხი არის და იდეოლოგიის, რაც ნაციონალურ მოძრაობამ გვანახა ჩვენ 2012 წლამდე, აღიარებულია გიორგი ისაკაძეს, რომ ის იყო თანამონაწილე ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დავალებით, იყო თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის. ევროპის დღეს სპიკერად მიყავთ ბიზნესის ზეწოლის, ბულინგის ავტორი. ეს არის უბრალოდ ძირის გამოთხა ევროპული ღირებულებისთვის და ქართული ხალხისთვის ნაცარის თვალში შეყრა, რომ თითქოს ტერორი არის ევროპა, ბიზნესის ზეწოლა არის ევროპა, ბიზნესის წნეხი არის ევროპა და ძალიან სამწუხაროა ეს. ეს არის რეალური მტკიცებულებები, რომ ერთის მხრივ ვითომ ევროპული ღირებულება ადარდებდა, მეორეს მხრივ იქცევიან ანტიევროპულად, ანტიქართულად, ანტიადამიანურად. სხვისი აზრის პატივისცემა კი არა, სხვისი აზრის განადგურება აქვს ჩაფიქრებული ამ ხალხს და აკეთებენ კიდეც რაც შეუძლიათ, ქუჩაში, ყოველ შემთხვევაში. ეს არის მოცემულობა და ეს ვიდეოც ერთ-ერთი დასტურია ზუსტად იმის, რომ ერთის მხრივ უკვე ფორმალურადაც აღარ მალავენ იმას, რომ აგრესიულად არიან განწყობილები მათი მოწინააღმდეგეების მიმართ. მმართველ გუნდს საფრანგეთის საელჩოს რამდენიმე დღიანი დუმილი ეჭვებს უჩენს, რომ რეალურად დიპლომატიურ წარმომადგენლობას კონკურსი გრანტებთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ფრანგული დაფინანსება ნაცმოძრაობის ყოფილ თუ მოქმედ წევრებს კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის ჩაერიცხათ. საფრანგეთის საელჩო დუმს განმარტების გაკეთებას შეეცადა სოვლაბი, თუმცა გრანტის გაცემის დეტალებზე არ უსაუბრია. დაგისაბუთებენ ამას. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ დიახ, აი იმ ორგანიზაციას, რომელზეც არის საუბარი, რა დაფინანსებაც აქვს, ამაზე მეტი უნდა კონდეს ამ ქვეყანაში. ყველა ელჩს ვახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად. ეს პრივილეგია მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. ეს ესე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მე პასუხისმგებლობას არ ვძნობდე, ამ ფულით რა ხდება. ესეთი გამოცდილება სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს. როდესაც შემდეგ აღმოაჩენდნენ ხოლმე წლების შემდეგ, რომ ექსტრემისტები დაუფინანსებიათ. პასუხი არ არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც ჩანს, რომ არაერთი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ეს ერთი, მეორე ის სუბიექტი, ვისაც მისცა ფული საფრანგეთის ელჩმა, ისინი ყველა არიან პოლიტიკოსები. ადამიანი ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო, ამ პარლამენტის წევრი. ათეულში შედიოდა ნაციონალურ მოძრაობის. მეორე გიორგი კანდელაკი, ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის იდეოლოგი იყო, როცა ის იყო ხელისუფლებაში. და ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია. სად არის კონკურსი, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ უნდა მიიღოს ეს თანხები, თავიდანვე არის გადაწყვეტილი. რატომღაც საფრანგეთის საელჩოს ეგონა, რომ კანონის ძალაში შესვლას დაასწრებდა, გრანტების კანონის ძალაში შესვლას დაასწრებდა, ამ ფულს ჩარიცხავდა და ამით გაცოცხლებდა ან რამდენიმე დღით გადაუვადებდა სიკვდილს აი ძირითად იძულებით და ძალადობრივ აქციებს. პასუხსაც რო ვერცემ საელჩო წარმოვიდგინეთ, რატო ჩარიცხა ეს თანხა. ეს ხო პირდაპირ აღიარებაა უკვე ზუსტად იმის, რომ შენ გინდა რომ აქ აფინანსო ის და ისეთი პროცესები აწარმოო, რომლის წინააღმდეგაც სხვათა შორის აი სულ რაღაც ერთი დღის წინ მიიღო ბრძანება ამერიკის პრეზიდენტმა და დაეთანხმა ჯიმ რიში.
საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება პაპის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მორწმუნეებს. საქართველოს პრეზიდენტი 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა წმინდა საყდრის სადესპანოს მაკა ბოჭორიშვილი მოადგილესთან გიორგი ზურაბაშვილთან ერთად ეწვია. მინისტრმა კათოლიკეებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში თანადგომა გამოუცხადა. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალებულ პირებს საჯელახსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ ოჯახებს დაუბრუნდნენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება. განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აპრილში სადღესასწაულო დღეებში შექმნილი მიწოდების შეფერხების გამო სამსახურის მიერ დროებითი ღონისძიების სახით განხორციელდა კვების პროდუქტების ნაწილის შესყიდვა. უქმე დღეების დასრულების შემდეგ კომპანიის მიერ საკვები პროდუქტების მოწოდება კვლავ შეუფერხებლად ხორციელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან შეხვედრა გაამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობებს და გამოხატა მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას. შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები. ძალოვანი უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. კანონმდებლებმა მოისმინეს ინფორმაცია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, ასევე ტყვით მოწამვლის პრევენციისა და მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის თაობაზე. საქართველოში მე ვიტყოდი, რომ გვაქვს შესანიშნავი რეზულტატები ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. ეს გულისხმობს ძალიან სწრაფი ტემპით ზრდას და გაუმჯობესებას, თუმცა რასაკვირველია, ჩვენ კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელსაც სჭირდება გამკლავება და გვაქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიზარდოს ქართული ჯანდაცვის შესაძლებლობები. არ მინდა გამომრჩეს და განსაკუთრებულად ხაზი არ გაუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს აჭარის შესაბამის სტრუქტურასთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წამყვანია და დიდი ხანია უკვე აპრობირებული აქვს ახალი უშვილობასთან, ასევე დემოგრაფიული პოლიტიკის გასაუმჯობესებელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მნიშვნელოვანი საკითხი იყო ტყვის მოწამვლის პრევენციის საზედამხედველო ფუნქცია, ასევე საქართველოს ჰოლდინგის
ანგარიში რა გაწეული სამუშაოს შესახებ. უშვილობა ზოგადად ძალიან რთული პრობლემაა და წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი მომართვიანობა მოსახლეობისაგან. 2022 წელს პილოტურად დავიწყეთ ეს პროგრამა. პროგრამის შედეგები საკმაოდ კარგია. გარდა უშვილობის პროგრამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხაზი გავუსვით სამინისტროს სხვა მიღწევებსაც. ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევები ონკოლოგიის მიმართულებით, გულის ქირურგიის მიმართულებით. ეს იყო ძალიან მოკლე მონახაზი და განსაკუთრებით შედარებით დიდი ადგილი დაეთმო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ვეტერინარიის მსოფლიო დღე კონფერენციით აღნიშნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ღონისძიების მონაწილეებმა 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ახალ რეგულაციაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. მიზანი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და დარგის განვითარება. აღნიშნულ დღეს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ვეტერინარია არის მნიშვნელოვანი დარგი და მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის მათ საერთოდ სოფლის მეურნეობის გრადობისთვის და განვითარებისთვის. მე მინდა ყველა ვეტერინარს მიულოცოთ დღევანდელი დღე. ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და წარმოებასთან, ვინაიდან უსაფრთხო და უვნებელი სურსათის გარეშე არ იქნება საკმარისი საკვები მოსახლეობისთვის. მით უმეტეს ეს უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხო და უვნებელი საკვები ფერმიდან სუფრაზე პრინციპის დაცვით. მე ვარ მომავალი ვეტერინარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ვეტერინარია ჩემი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დღევანდელ ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული და წამყვანი პროფესია არის და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის განვითარებისთვის. ჭიათურაში წარმოების განახლების სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი სამოქმედო გეგმა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა წარადგინა. დღესვე წარადგინეს ჭიათურის საწარმოების ახალი მენეჯერი. ბრიფინგს ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რეორგანიზაციის ფარგლებში ჭიათურაში უკვე დაიწყო დასაქმებით დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება საშტატო პოზიციებზე. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრებები, რომელთა ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ექსპერტები. მაღაროების სამუშაოს აღდგენამდე მათი ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. მაღაროს მუშაობის სრულფასოვნად აღდგენა მაისის ბოლოს იგეგმება. უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წევრების პირადი ჩართულობით გამოიძებნა ოპტიმალური შესაძლებლობა და ვერსია ჭიათურის მაღაროების ფუნქციონირების. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სტრუქტურული ცვლილებებით სამუშაობის აღდგენას ეტაპობრივად, რომელიც პრაქტიკულად უკვე დაწყებული არის და გულისხმობს განახლებული საშტატო სტრუქტურით თანამშრომლების კომპლექტაციას, ტექნიკური პროცესების განახლებას, დახვეწას. ჩვენ ვიწევთ ბატონ მიხეილ სოზგს, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს სამთო-მოპოვებით საქმიანობის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს როგორც აღდგენით სამუშაოებს, ასევე შემდგომში ოპერირებას. საქართველოს მთავრობა, ჯანმრთელობის სამინისტრო სრულად იყო ჩართული ყველა დეტალის განხილვაში. მაღაროები არ უნდა დაიხუროს, კომპანიამ არ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. ყავს ათასობით დასაქმებული ჭიათურაში და ვფიქრობ, მათი ინტერესების გასაზიარებელი იქნება მომავალში. სამი მთავარი მიზანი გვაქვს ჩვენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველი, მაღაროების მუშაობის ტექნიკური კვლევა. ამ საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური შეფასების შემდეგ. სასწრაფოდ უნდა დაიწეროს ანგარიში ამ ძალიან დიდხნიანი უმუშევრობის შედეგად რა ზიანი მიიღო მაღაროებმა. ასევე უნდა განისაზღვროს ინვესტიციის რაოდენობა მაღაროების გამოსასწორებლად. ერთდროულად იმუშავებს 5 სპეციალისტების დაკომპლექტებული ჯგუფი და 15 მაისს მივიღებთ პირველად მონაცემებს. ამ შედეგების მიხედვით შედგება პირველი მაღაროების გაშვება 15-20 მაისის პერიოდში. ამის შემდეგ 3-4 თვის განმავლობაში გაეშვება ყველა მაღარო. მეორე მიზანი არის ახალი საშტატო ადგილების შექმნა. საერთო ჯამში 2026 წლის 1 იანვარს საწარმო უნდა გახდეს დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს წამგებიანი. ამის შემდეგ შედგება 7 წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ახალი მაღაროების გახსნას. პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. რანიკა კლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება.
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რადიკალი დემოკრატები USAID-ისგან იღებდნენ უამრავ თანხას უცხო ქვეყნებში ფერადი რევოლუციების მოსაწყობად. ამ თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გლენ ბეკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ დემოკრატების წახალისებული იყო რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიები. უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების ძალისხმევაში ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს კომენტარი დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ზელენსკი მუდმივად უფრო მეტს ითხოვს, თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ ომის დასრულების შანსი მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აქვს. რუსეთს ძალიან დიდი სამხედრო ძალა აქვს და უზარმაზარი არმია, უკრაინას კი არა. მე უკრაინისთვის ბევრი რამ გავაკეთე, თუმცა ბაიდენმა წარმოუდგენელი თანხა 350 მილიარდი დოლარი და სამხედრო აღჭურვილობა მისცა. ეს არის ბაიდენის ომი და არა ჩემი. მე ომის დამთავრებას ვცდილობ ფულის გამო, თუმცა უფრო მეტად ხალხის გადასარჩენად, რადგან ყოველ კვირა 5000 ჯარისკაცი იღუპება. როცა ზელენსკი ოვალურ ოფისში იყო, მე ომის დამთავრებაზე ვსაუბრობდი. ის კი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. სულ უფრო მეტს და მეტს ითხოვს. ხელში კი სათანადო კარტები არ უჭირავს. იმედი მაქვს შეთანხმებას დათანხმდება, რადგან ვლადიმერ პუტინი ამას მხოლოდ ჩემთვის თუ გააკეთებს. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა. ამ დრომდე პუტინთან ურთიერთობა უფრო მარტივია, ვიდრე ზელენსკისთან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა კიევისთვის გაწეული ასობით მილიარდი დოლარის დახმარების სანაცვლოდ ფასდაუდებელი ცოდნა მიიღო ახალი შეიარაღებისა თუ მედიცინის სფეროში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე არსებული სამედიცინო დანაყოფები საომარ მოქმედებებში დაშავებულ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ქირურგიულ ოპერაციებს უტარებენ. ამ ცოდნასა და გამოცდილებას კი უკრაინა თავის პარტნიორ ქვეყნებს უზიარებს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებისთვის თავდაცვით ფარს წარმოადგენს. ამერიკა დახარჯული ფულის სანაცვლოდ იღებს ინფორმაციას სამხედრო გამოცდილების და ახალი იარაღის შესახებ. მადლობელი ვართ თითოეული ცენტის, თუმცა ეს სამართლიანი საფასურია, რადგან ისინი იღებენ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ ატარებენ ქირურგიულ ოპერაციებს ჩვენი ექიმები ბრძოლის ველის სიახლოვეს. ფრონტზე სამედიცინო პუნქტებია, სადაც სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას უწევენ და სამხედროებს ოპერაციებს უკეთებენ. ეს ცოდნა და გამოცდილება კი სრულად გადავეცით ჩვენს პარტნიორებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკამ მიიღო ამ ფულის სანაცვლოდ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაშე ცოცხალ ფარს წარმოადგენთ. თუ პუტინი ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოს მიადგება, ამერიკული ოჯახების დღის წესრიგში დადგება კითხვა, გაუშვან თუ არა თავიანთი შვილები ომში, უცხო ქვეყანაში. არავინ იცის რა არის იმის საფასური, რომ ამერიკა ამ კითხვის წინაშე არ დგას. მესმის, რომ ცოტა თანხა არ გადაუხდია შტატებს უკრაინის დახმარებისთვის, თუმცა ვფიქრობ სამართლიანი ხარჯია, რადგან უკრაინელებმაც ბევრი რამ გავიღეთ, მათ შორის ყველაზე ძვირფასი რამ რაც გვაქვს, ანუ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო მისიით სამხედროების გაგზავნა გადაიფიქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლონდონისა და პარიზის ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი გეგმა თავდაპირველად 30 დღიან პაუზას, შემდეგ კი ზავის შესრულების მონიტორინგის მიზნით ევროპული ჯარების გაგზავნას მოიცავდა. რამ გამოიწვია დასახული გეგმის გადახედვა, Times არ დაუკონკრეტებია. ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები დაპირების მიუხედავად უკრაინას ბლოკში არასდროს მიიღებენ. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები არა კეთილსინდისიერ დაპირებებს გასცემენ. ხორვატიის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უკრაინა იმდენად დიდი და ჭირვეული ქვეყანაა, რომ ევროკავშირის წევრები მისი გაწევრიანების საკითხს სერიოზულად არ განიხილავენ. დაკლავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა, სადაც მისი უწმინდესობის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. მისი უწმინდესობის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის. პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება. ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად ნახვამდის.